მეგობრებო, ამას შეხედეთ, მარწყვი დააკვდა ზემოდან, მოვამზადე პიროგი მარწყვით და ქრამბლით, ისეთია დნება პირში. დაგჭირდება 3 კვერცხი 0 კატეგორია გამოვიყენე, ციკვი მარილი, 200 გრამი შაქარი, 1 შეკვრა ვანილი, ავთქვიფე კარგად გათეთრებამდე და შაქრის გალღობამდე, დავამატე 150 გრამი ზეთი, 1 ჩაის ჭიქა მაწონი, ნახევარი ლიმონის ცედრა, გადაურიე ესეც კარგად, ფქვილი დაგჭირდება 2 ჭიქა ნახევარი, შეიძლება ოდნავ მეტიც, 1 შეკვრა გამაფხვერებელი 18 გრამიანი, გადაურიე კარგად, უნდა გამოვიდეს არაჟნის სისქის. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, ძალიან გთხოვთ დამილაიქოთ და გამომიწეროთ. მარწყვი დავჭერით წვრილ კუბიკებად, დავამატე 1 ჩაის კოვზი ფქვილი, აურიე რომ შიგნით არ ჩაიძიროს მასაში, გადაურიე ბისკვიტის ცომში ფორმა დავზეთე, შემდეგ მოვაყარე ფქვილი, გადავიტანე მასზე ბისკვიტის ცომი, მოვალაგე მარწყვი, ბოლოს მოვამზადე ქრამბლი, დაგჭირდება 100 გრამი ფქვილი, 50 გრამი კარაქი და 50 გრამი შაქარი, ავაფხვერე ერთად ხელით, კარგად ასეთი ფხვიერი მასა უნდა გამოვიდეს, მოვაყარე თავზე და გამოვაცვლე გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე ზედა და ქვედა წვით. გამოაცვეთ, არ ინანებთ, გემრიელად მირთვით.